მე მირჩევნია ისეთ დასაგებენაზე გიტყვას იმ ადამიანმა და საქმე გააკეთოს, რომელშიც ჩვენ დაბრუნებული ვართ, ეს ადამიანი გააკეთეს. ვახმარ ჩემს ოჯახსო, დანარჩენი მინდა ჩემ ქვეყანას მოახმარო და ეს იყო გულწრფელი სიტყვები. ეხლა მე რატო მინდა გითხრათ ეს ყველაფერი? 15-ში ჩვენ კიდევ ერთად უნდა დავანახოთ. ყველას უნდა დავანახოთ, დაარაზმულებით ჩავიდეთ გორში და იქ პირადად მოусმინეთ იმ ადამიანს, ნახეთ პირადად როგორი პიროვნებაა. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის მართლა იმედის მომგვრელი. აი ეს ოცნების ხალხი რომ მოდის ჩვენთან, ხო? ჩვენ უკვე იმედი გვეძლება, ჩვენ სულებში იმედი ჩნდება, რომ ეს ხალხი მართლა მოვა ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, მართლა ჩვენ გულიზა მოვა, რომ ჩვენი სატკივრები გაიზიაროს და არა თავიანთი სკამების გულიზა მოვიდნენ. მიწებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. მე ჩემ თავს უფლებას არ მიცე, რომ ეს სიმართლე არ გითხრათ. ხალხო, ელექტრონული აუქციონის წესით იყიდება ქვეყანაში მიწები და კაცი შვილმა არ იცის ეხა მე და თქვენ რომ ლაპარაკობ აი ამ გარშემო ტერიტორიაზე რა ხდება. მოხუცი ქალი ვარ, ეხლა მე პატივს ვინც ამცემს და დამეხმარება და მართალია პოლუსს მაძლევდი, მაგრამ მე იმ პოლუსით არაფერი არ გამიკეთებია, რომელიც ძვირი ანალიზი იყო, იმისი ფურს მართმევდნენ და 4 ლარიანი რომელიც იყო, იმისი კიდევ პატივს ამცემდნენ. ძალიან სულითა და გულით ავირჩიე მიშა სააკაშვილი და მიყვარდა კიდევაც არც ახლა მეჯავრება ჯავრებითა სულ ყველგან ჩაუგდე ხელის მოწერა გორშიც არჩევანზე რო იყო იმ სიცივეში იმ სიკავკავეში წავედი და იქაც ვიდექი რამდენიმე საათი ავათაც გავხდი სულ მაგის გვერდზე ვდგევარ სულ მაგის გვერდზე დახმარებაზე მივედი არ მამცეს რო არაფერს არ მოგცემს რო არაფერს არ გაჭმევს ინდო მე გორის მუნიციპალიტეტში თუ შეაწუხეთ მილიარდამდე ინვესტიციას ის დავაზობდა სოფლის მეურნეობაში ჩასადები. და რა უთხრა იცით ბენდუქიძე? სოფლის მეურნეობა ჩვენთვის არ არის პრიორიტეტიო. სოფლებიო ჯობიაო დაიცალოსო და ერთი დიდ ქალაქებად იყოს თავმოყრილი ეს მოსახლეობაო. ჩემი საკუთარი შვილი ახალგაზრდა 19 წლის შვილი რომელიც წაიყვანეს სავალდებულო ჯარში სახურობდა იმსახურა 7 თვე და მკვდარი ჩამომიყვანეს იქიდან და დღესაც გამოუძიებელია კამა ბაჩოია ხალაია არის ჩამოსაკიდია ჩამოსატყავებელია ეგ რა ადამიანია დაუდეკით ერთმანეთს გვერდში დაუდეკით ერთმანეთს მოეფერეთ ერთმანეთს ნუ ეჩხუბებით სიკეთე უნდა იყოს კაცო უნდა იყოს ერთმანეთში გვერდში დგომა